შევდივართ. დილომ შვიდობისა დაგიბრუნდით პირდაპირ ეთერში 9 საათსა და 13 წუთზე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თქვენ კი უსმენთ დილის პალიტრას ტალღაზე FM-ას 3 და 9 გიგი ედიბერიძესა და თამთა კვარაცხელიასთან ერთად და ახლა გადაცემის დღევანდელი სტუმარიც შემოგვიერთდება. სხვათა შორის ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, ხშირად რა, როცა ეწყობა, როცა აორგანიზებენ, ჩვენც ვეხმაურებით ხოლმე დასაქმების თემას. დასაქმების ფორუმებზე ხშირად მოგვიწოდებია თქვენთვის ინფორმაცია. ამჯერადაც ერთი კარგი ახალი ამბავი გვაქვს დასაქმების მსურველთათვის, სამსახურის მაძიებელთათვის, ასე რომ მე ვფიქრობ ყურადღებით უნდა იყოთ და არ უნდა გამოგრჩეთ ეს ინფორმაცია, რასაც ახლა გაგიზიარებთ ჩვენი ეთერის საშუალებით. წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს ბაჩუკი კეკუსაძეს, თბილისი Open Jobs-ის ორგანიზატორს და სწორედ თბილისი Open Jobs 2025 თუ 2025 როგორც გნებავთ ისე აღიქვით, უნდა ვისაუბროთ ფორუმზე, საკმაოდ მასშტაბურ ფორუმზე, რომლის ორგანიზატორიც უკვე გითხარით არის გადაცემის სტუმარი და რაც მთავარია საორგანიზაციო მიმართულებით დეტალებს ველოდებით. ბაჩუკი, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მივესალმებით განს რადიო მსმენელებს და ასევე Facebook Live მაყურებლებს. კი ბატონო. ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. პირველ რიგში იმისთვის, რომ მუდმივად ხარჯს გვიჭერთ და ეს არ არის ჩვენი პირველი სტუმრობა თქვენ გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ გვეხმარებით. თუ შეიძლება მიკროფონთან ახლოს ისაუბრეთ და მეც გიდასტურებთ, აი ესე ვთქვათ, თანამშრომლობის ამ ფორმით. თქვენი ეთერის საშუალებით მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ფართო აუდიტორიას ამ დასაქმების ფორუმის შესახებ და დიდი მადლობა ამისთვის. იცით, ერთია ის რომ ხარს გიჭერთ და გვაინტერესებს, მაგრამ მეორე მხარეს არის ასევე ზუსტად ის აუდიტორია, რომელსაც მე ახლა მივმართე, დასაქმების მსურველები, სამსახურის მაძიებლები, ასე თუ ისე მიუხედავად ბევრი სტატისტიკური მონაცემისა თუ მაჩვენებლისა, ბევრი ეძებს ამ ქვეყანაში სამსახურს. ბევრი ახლა ეძებს ქონდა და აღარ აქვს, ასე რომ მათი ინტერესებიც ჩვენთვის ვიტყოდი რომ ამოსავალი წერტილია, ამიტომაც ხართ დღეს ჩვენთან თქვენ. ახლა კი თქვენი შემოთავაზების შესახებ დეტალურად. კი ბატონო, მოგახსენებთ, თბილისი Open Jobs 2025 არის რიგით მეხუთე დასაქმების მასშტაბური ფორუმი, რომელიც ეხმარება კომპანიებსა და სამუშაოს მაძიებლებს ვეხმარებით დავაკავშიროთ ეს ორი ერთმანეთს ერთ სივრცეში, რაც შესაძლებლობას სრდის დასაქმებისას მაქსიმალურად, იმიტომ რომ როდესაც რეზიუმეებს აგზავნიან ხოლმე გარკვეულწილად ეს კონკრეტულ პერიოდად მაგალითად შეიძლება გაიწევოს 1 თვე, თუ ნახევარი, 2 კვირა და ასე შემდეგ. თუმცა ჩვენ იმის შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ ადგილზეც კი სწორედ თვით პრეზენტაციით შეძლონ დაინტერესონ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენელი და უკვე იქვე მოხდეს მათი თანამშრომლობით. ეს როგორ ხდება? რა ფორმით? ხო, რა ფორმით ხდება? ფორუმზე შესაძლებლობა აქვთ ჩვეულებრივად ანუ ჩვენ ერთ სივრცეში გვაქვს წარმოდგენილი 20-ზე მეტი წამყვანი კომპანია დაახლოებით 450-ზე მეტი სამუშაო ადგილით. სამსახურის მაძიებლებს შესაძლებლობა აქვთ მოვიდნენ ადგილზე და მისთვის საინტერესო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, გაეცნონ, გაესაუბრონ პირადად და უკვე აი გამოყოფილი სივრცეები აქვთ კომპანიებს თავიანთი. კი ბატონო, ერთ სივრცეში გვაქვს ეს 20-ზე მეტი წამყვანი კომპანია და ადგილზე სურვილ ხომებს შეგიძლია ნებისმიერთან ხვიდე და გაესაუბრო. და რეზიუმე საჭიროა რომ გქონდეს თუ ჩვენს სიტყვაზე გვენდობიან. სწორედ ამ შემთხვევაში ალბათ პრიორიტეტულია ზუსტად ეს ჩვენი დასაქმების ფორუმი. რეზიუმეებს არ ვთხოვთ, არაფერს არ ვთხოვთ, ერთადერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის იყვნენ თავდაჯერებული და კონკრეტულად როცა გასაუბრების პროცესი დაიწყება იმ კონკრეტული კომპანიის წარმომადგენლის მიმართ, გააკეთონ საკუთარი თავის, სწორი თვით პრეზენტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად ეფექტურად და რა ვიცი ხა, ამაზე მთელი სკილსი ისწავლება, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი გასაუბრებლად. ახლა ბევრ ადამიანს დააინტერესეთ თქვენ ამ ყველაფერთ. მოდი, ისიც უთხრათ, სად გაიმართება, როდის გაიმართება, რამდენი ხანი იქნება და ესე ამომწურავად უთხრათ და შემდეგ დასასრულსაც გაუმეოროთ მათ. კი ბატონო, თბილისი Open Jobs 2025 გაიმართება 14 მაისს მარჯანიშვილის 7 ნომერში. 4 საათიდან 7 საათამდე ნებისმიერ სამსახურის მაძიებელს შეუძლია მოვიდეს და გაეცნოს მისთვის სასურველი კომპანიის წარმომადგენლებს პირადად. გასწრება თავისუფლად. რა თქმა უნდა. კეთილი. მე არ ვთვლი რომ ჩვენ ყველა დეტალი უკვე გავისიგრძეგანეთ, ასე ვთქვათ, ამ ფორუმისა, ასე რომ ვაგრძელებ ჩაძიებას და გთხოვთ ნება მომეცით ბატონო გიგი. რაც შეეხება სფეროებს, თქვენ ახსენეთ კომპანიები 450-ზე მეტი სამუშაო ადგილი. დაახლოებით რამდენი კომპანია გამიმეორეთ?
20-ზე მეტი. როგორი პროფილის კომპანიებია აქ? მე რომ დაახლოებით წარმოდგენა იქნებ ვარ საერთოდ რაღაც ის ხელოსანი, ხო? და საერთოდ ვერ დავსაქმდები მე ამ ფორუმზე, ხო? და ვიცოდე სად მოვდივარ და რა ტიპის სამსახურები დამხვდება იქ. კი ბატონო, როგორც წეგან აღნიშნე, 20-ზე მეტი წამყვანი კომპანია გვყავს ჯერჯერობით ამ ეტაპზე რეგისტრირებული და ფორუმამდე კიდევ მიმდინარეობს კომუნიკაცია. კი, შესაბამისად, ალბათობა იმისა, რომ გავზრდით ამ რიცხვს არის ძალიან დიდი. რაც შეეხება უშუალოდ სფეროებს, საბედნიეროდ ყოველ ფორუმზე გვაქვს სხვადასხვა სფერო, სხვადასხვა კონკრეტული ვაკანსიები და მათ შორის მინდა აღნიშნო, რომ მუშის ვაკანსიებიც კი, ანუ ნებისმიერი ვაკანსიის მსურველს რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს ეს, აქვს შესაძლებლობა, რომ მართლაც იპოვოს მისთვის სასურველი სამსახური. მაგალითად, ჩვენ გვაქვს როგორც დაბალი რგოლის დაწყებითი, ასევე საშუალო და მაღალი რგოლის პოზიციები. ეს შეიძლება იყოს გაყიდვები, შეიძლება იყოს რეკრუტინგი, შეიძლება იყოს მენეჯერი, დამწყები მენეჯერი, ჰედები, სეილსმენები და ასე შემდეგ. თითქმის ყველა პოზიციას მოიცავს ეს ჩვენი კონკრეტული ვაკანსია. აბსოლუტურად ამომწურავი იყო ეს პასუხი, მაგრამ მორიგი დეტალის გასარკვევად ვემზადები ახლა და მაინტერესებს ერთი მხრივ გასაგებია, რომ ორიენტირებულია დასაქმების მსურველზე, სამსახურის მაძიებელზე, მისთვის საქმის შემსუბუქებაზე და ფაქტობრივად შესაძლებლობაა, ხო? ეს ძალიან კარგი. მაგრამ არა მგონია ამდენი ფორუმის მსვლელობისას კომპანიები ესე უყველაფროდ და ყოველგვარი რაღაცა მოგების პირდაპირ მნიშვნელობით მოგებას არ გულისხმობ. თავიანთთვის სარგებლის მიღებაზე არ იყვნენ ორიენტირებული. მაშინ თქვენ მე ამიხსენით როგორც ფორუმის ორგანიზატორმა, კომპანიას რას აძლევს ეს ფორუმი? კი ბატონო, მადლობა საინტერესო შეკითხვისთვის პირველ რიგში. მართლა საინტერესო შეკითხვა და ვიტყვი რას ვაძლევთ. კომპანიებს მოგვეხსენება ყველას, რომ ცოტა პრობლემა გვაქვს კადრების მოძიების, ასე თუ ისე მაინც არსებობს ეს პრობლემა, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ როდესაც ერთ სივრცეში შენ ყავს კონკრეტული სეგმენტი, რომელიც შესაძლოა შეეფერებოდეს ყველა თითქმის იმ სფეროს, რომლის მიხედვითაც გაქვს ვაკანსიები, რა თქმა უნდა, კარგია კომპანიისთვის, იმიტომ რომ შენ ამიძოგავ დროს, რესურსს, ენერგიას, ფინანსებს, აბსოლუტურად ყველაფერს ზოგავ, იმიტომ რომ ერთ სივრცეში შეგიძლია თუ გაქვს კონკრეტულად ხარ ერთი კომპანიის წარმომადგენელი და გაქვს 10 ვაკანსია, ალბათობა იმისა, რომ მინიმუმ 10-დან 9 კანდიდატი იპოვო, არის ძალიან დიდი. შესაბამისად, ყველანაირი რესურსი ზოგავ. ამიტომ რა თქმა უნდა აწყობს. ეს იქნება ერთი დღე თუ რამდენიმე 4-დან 7 საათი. ხო და ძალიან ცოტა არ არის. ერთდღიანია, თუმცა შესაძლებლობის გაშვება ხელიდან თუ არ გვინდა, აუცილებლად უნდა მოვიდეთ 14 მაისს ჩვენს ფორუმზე 4 საათიდან. თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ მაგალითად თუ ვაკეთებდით ხოლმე ფორუმს წელიწადში ორჯერ, იმდენად სისტემატიური სახე მიეცა ამ ყველაფერს, რომ უკვე გვენდობიან კომპანიები, გვაქვს გარკვეული გამოცდილება მიღებული, რაც მთავარი, ასევე გვენდობა კონკრეტულად ვაკანსიის მაძიებლები და შესაბამისად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილების ფონზე უკვე გეგმავთ თითქმის ყოველ მეორე თვესაც კი ჩავატაროთ ეს ჩვენი მასშტაბური ფორუმი. და აგერ ერთ თვეში მე მგონი სადღაც კიდევ მეორედ იგეგმებით, უკვე ეს მართლა ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ და აი დაახლოებით მონახაზი შეგიძლიათ უკვე მართალია დღევანდელი სასაუბრო თემა ეს არ ყოფილა, მაგრამ იმ ერთი თვის შემდგომ დასაგეგმ ღონისძიებაზეც ორი სიტყვა მაინც ვთქვათ. კი ბატონო, დაახლოებით ზაფხულის პერიოდში ვგეგმავთ, სადღაც ალბათ ივნისის ბოლო, ივლისის დასაწყისში. რაც შეეხება კომპანიებს, რა თქმა უნდა, კომუნიკაცია კვლავ გვექნება არსებულ კომპანიებთან, იმიტომ რომ ჩვენ ამას მუდმივად ვინარჩუნებთ და რაც მთავარია, ყოველ ახალ ფორუმზე დამატებით გვემატებიან ახალი კომპანიები და შესაბამისად იმაზე უფრო დიდ რიცხვს ველოდებით, ვიდრე ყოველ წელს გვაქვს. და სტატისტიკა თუ გაქვთ, აი რამდენი ადამიანი დასაქმდა მაგალითად ხა? ბატონო, სტატისტიკას რაც შეეხება, შესაძლოა მაგალითად კონკრეტული კომპანიებიდან გამომდინარე, ვთქვათ, თუ გაქვს 20 ვაკანსია, შესაძლოა 15 ვერ დასაქმდეს, მაგრამ საშუალოდ მინიმუმ 9 პოზიციებს მაინც ავსებენ ხოლმე ეს კომპანიები. შესაბამისად, სტატისტიკურად თუ ვიმსჯელებთ, როდესაც გასაუბრებაზე მინიმუმ თითოეული კომპანია ესაუბრება სადღაც 20-30 კანდიდატს, ალბათობა იმისა, რომ ადგილები შეივსება, არის ძალიან დიდი. თუმცა ვისთანაც კი კომუნიკაცია გვქონია, უმეტესობას ალბათ 90%-ზე მეც ყველა ვაკანტური ადგილი შევსებული აქვს. და ესეთი ამბავი არის, მან როდესაც მიდიხარ, დაუშვათ ხარ მუშა და რაღაც საჭირო კომპანია, აქვს ვაკანსია ამ ყველაფერს.
და შენ იმ წუთშივე გიღებენ თუ როგორი ამბავი არის? აი შემდგომ ეტაპებზე ალბათ დაგიბარებენ. ეტაპები არის, აი ეგაა საინტერესო. ალბათ, ყველა იმიტომ რომ კომპანიაში ასეა. ეს უკვე რაღაც ეტაპებს ახტება, ხო? CV-ს გაგზავნას ახტება ეს და უკვე დამსაქმებელს ხვდები. კი, იზოგება ბევრი დრო, ძალიან როგორც ბევრი. დამსაქმებლის, ისე დასაქმების მსურველის. ხო და. და ის არის კიდევ რა უნდა მეთქვა დამემატებინა ამ ამბავზე, იცი? აი რაღაც თუ ვარსკვლავი არ ახარ ხარ რაღაცა, შეიძლება იქვე აგიყვანონ კიდეც, ხო შეიძლება? რეალურად თუ ვარსკვლავი ხარ უფრო სწორად. ვარსკვლავის გარეშეც აუყვანიათ ხოლმე, წინა ფორუმზე მაგალითად ბევრი მსგავსი შემთხვევა გქონდა. კი, უბრალოდ აი მაგალითად შეიძლება პირველი აღნიშნავ როგორც თქვენ აღნიშნეთ ვიტყვით იმას რომ რა თქმა უნდა ზოგავ დროს რესურს ენერგიაზე არ ელოდები ერთი თვე რომ ვიღაცა დაგირეკავს ან დაგირეკავს ეგეც საკითხავია და ან არა ჩვენ ფორუმზე კი შენი სწორი თვით პრეზენტაციით მაგის ალბათობა ძალიან ზრდირო რა თქმა უნდა დასაქმდე არის კონკრეტული პოზიციები სადაც კომპანიებს უფრო სწრაფად ურჩ კონკრეტული კანდიდატების აყვანა შესაბამისად ალბათობა იმისა რომ შენ იმ დღესვე დასაქმდე არის ძალიან დიდი თუმცა რა თქმა უნდა შემდეგი კომუნიკაცია შედგება კომპანიისა და ამ კანდიდატ შორის გამომდინარე იქიდან რომ უკვე უფრო დეტალური გაცნობა მიმდინარეობს კონკრეტული პოზიციისა და უკვე მათი სურვილებისამებრ ხდება ეს შეთანხმება. და დაუშვათ ერთ ვაკანსიაზე მხოლოდ ერთი კაცი ხომ არ მიდის? შეიძლება ერთ ვაკანსიაზე იყოს 200 კაცი. კი ბატონო და როგორ გაგირთული ხდები? ხომ შეიძლება რომ მეთქვა 2 კაცი, არა. ძალიან კარგი შეკითხვაა სხვათა შორის და ზუსტად როგორც დასაწყისში ვახსენე, სწორედ ამისთვის გვჭირდება სწორი თვით პრეზენტაცია. თუ შენ შეძლებ შენი თავი გაყიდო კარგად, იმ 200 ადამიანს ნამდვილად აჯობებ. კი, მაგრამ 3 საათია. კი ბატონო, მაგრამ კონკურენცია დასაძლევია. 3 საათია მხოლოდ 4-დან 7-მდე, ხო? კი ბატონო. 200 კაცი 4-დან 7-მდე, არა. 200 კაცი პირიქით ძალიან ცოტაა ჩვენი ფორუმისთვის. არა, ერთ ვაკანსიაზე ვამბობ. ერთ ვაკანსიაზე? ნუ ხო, ეგ რა თქმა უნდა, ეგ ზოგადად თქვით, თუმცა როგორც აღნიშნე, მაგალითად, თუ ერთ კონკრეტულ პოზიციაზე თუნდაც 200 იქნება თუ 10, ხო? მნიშვნელობა რა აქვს? შენ თუ ყველაზე კარგად გაყიდი შენს თავს 200-დან, რომელიც უფრო შეძლებს, რომ მეტი ბექგრაუნდი აჩვენოს, კარგად წარმოაჩინოს თავის მისი სწორი თვით პრეზენტაცია, რა თქმა უნდა, უპირატესობა მიენიჭება მას. ბანაა და ამის ახსნა განმარტება საჭირო არ არის. გიგი, ამოწურულია შენი შეკითხვების დრო და ზოგადად ჩვენი დროც ამოიწურა, ბაჩუკი. მე წარმატებას ვუსურვებ open jobs და ველოდებით. მეც ველოდები ძალიან ბევრ ადამიანს დასაქმების მსურველს დასაქმების მასშტაბურ ფორუმზე რომელიც 4 შაბათს 14 მაისს მარჯანიშვილის 7 ნომერში დაგელოდებათ დღის 4 საათიდან 7 საათამდე part time jobs მოსაძებნად მივდივარ მეც მისურვეთ წარმატებები მადლობა თქვენ დილის პალიტრას წარმოგიდგენთ სოკარის ახალი აპლიკაცია სოკარ